როდესაც დაშლა უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირის ბევრმა ჩათვალა იქ, მათ შორის იმ დროინდელმა სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ საუკეთესო ვარიანტი არის, რომ რუსეთთან შევინარჩუნოთ კონტაქტები, ამაზე უკეთესი ალტერნატივა იმ დროისთვის აქ უბრალოდ არ არსებობდა, იყო კიდევ თურქეთი, თუმცა აშკარა იყო, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად უფრო ახლოს იქნებიან და თურქეთთან სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება, მით უმეტეს ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე არ გამოდიოდა, ამიტომ ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო, რომ რუსეთთან დაიწყო დაახლოება, ეს ამის შედეგად გაფორმდა უკვე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც რუსეთის ჯარი დარჩა გიუმრიში. 100 მეორე ბაზის სახით, ასევე ერევანში, სადაც არის ერებუნის სამხედრო აეროდრომი, სადაც რუსები ასევე არიან განლაგებული და პრინციპში ბევრი ფუნქცია, მათ შორის მაგალითად ფსბ-ს დაიკისრა საზღვრების დაცვა, იყო ეს ფუნქცია საბჭოთა კავშირის გარე საზღვრებზე ისედაც თურქეთთან და ირანთან და დარჩა ეს ფუნქცია რუსეთისთვის და აი ეს ინერციით გაგრძელდა, ეს ჩაითვალა ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად იმ მომენტისთვის.